ამ ვიდეო ინსტრუქციაში წარმოდგენილია WMS სისტემაში ავტორიზაციის, საქმიანობის, რეგისტრაციის, განაცხადის შექმნისა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაგზავნის პროცესი. პროცესის დასაწყებად შედით WMS სისტემაში და აირჩიეთ RS ავტორიზაცია. ავტორიზაცია ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მომხმარებლის ანგარიშით ორბიჯიანი ავტორიზაციის პრინციპით. ავტორიზაციის კოდი იგზავნება იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია შემოსავლების სამსახურში. კოდის შეყვანის შემდეგ ავტორიზაცია დასრულდება და სისტემა ავტომატურად დაგაბრუნებთ WMS პლატფორმაზე. იმ შემთხვევაში, თუ არ დაგაბრუნდათ პლატფორმაზე, დახურეთ შემოსავლების სამსახურის ავტორიზაციის გვერდი და ცადეთ ხელახლა. პირველი შესვლისას გაიხსნება პერსონალური მონაცემების გვერდი. შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი და დააჭირეთ შენახვას. წარმატებით შენახვის შემთხვევაში გამოჩნდება შეტყობინება მონაცემები შენახულია. შემდეგ მარცხენა მენიუდან აირჩიეთ საქმიანობის რეგისტრაცია და ახალი განაცხადის შესაქმნელად დააჭირეთ დამატებას. სისტემა გადაგიყვანთ განაცხადის გვერდზე, რომელიც შედგება ორი ჩანართისაგან: მონაცემები და დანართები. მონაცემების ჩანართში განაცხადის ნომერი ავტომატურად გენერირდება. აირჩიეთ საქმიანობის ტიპი, საქმიანობის ადგილი. ცხრილში დაამატეთ საქმიანობის განხორციელების ადგილი, ხოლო ნარჩენების ცხრილში თითოეული ნარჩენისთვის მიუთითეთ დასახელება, კოდი, საქართველოს მთავრობის 426 დადგენილების პირველი დანართის შესაბამისად. აღნიშნული დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ კანონმდებლობის ფუნქციონალის ჩამოშლისას. წლიური გადასაზიდი რაოდენობა, ტონა წელში და მონიშნეთ მიეკუთვნება თუ არა იგი სახიფათო ან არასახიფათო ნარჩენებს. შემდეგ გადადით დანართების ჩანართზე და ატვირთეთ საქართველოს მთავრობის 154 დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ კანონმდებლობის ფუნქციონალის ჩამოშლისას. განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისად. სატრანსპორტო საშუალებების საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ტექნიკური პასპორტი ან ქირავნობის ხელშეკრულება. ნარჩენების დამუშავების ობიექტთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიაზრებს ნაგავ საყრელთან ან შესაბამისი ნებართვის მქონე კომპანიასთან ორმხრივად ხელმოწერილ დოკუმენტს. ავტომანქანის ფოტოები, მძღოლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობები. განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის ქვითარი. საქმიანობის დეტალური აღწერილობა, სადაც მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ნარჩენების კოდები, დასახელებები, რაოდენობები და სხვა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 426 დადგენილების დანართი 2-ის შესაბამისად. მონაცემთა ცხრილში მითითებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს საქმიანობის აღწერაში წარმოდგენილ ინფორმაციას. ნარჩენების შეგროვების ან და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად ფასიანი მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იყოს გარემოს ეროვნული სააგენტოს საბანკო ანგარიშზე, სახელმწიფო ხაზინაში. სახაზინო კოდი და მომსახურების ღირებულება იხილეთ ეკრანზე. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების შემთხვევაში დამატებით ატვირთეთ 153 და 155 დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ყველა მონაცემისა და დანართის დამატების შემდეგ დააჭირეთ შენახვას. განაცხადი გამოჩნდება ატვირთული განცხადებების სიაში. განაცხადის გარემოს ეროვნულ სააგენტოში გადასაგზავნად დააჭირეთ ქაღალდის თვითმფრინავის სიმბოლოს. ამის შემდეგ განაცხადი განსახილველად გადაიგზავნება გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ხოლო განხილვის შედეგი აისახება სისტემაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ.